იდეები ამ სამყაროში. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ უნიკალური ნივთი, რომელიც შექმნით. რა ქვია მას? დიახ, მე გამომგონებელი ვარ. მე მაქვს სახლის დიზაინი, რომელსაც შეუძლია ცუნამის გაუძლოს. დიახ, ცუნამი, მიწისძვრა, რაც არ უნდა იყოს. გადაურჩება, დარწმუნებული ვარ. რომ წარმატებული ადამიანი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში არსებობს ერთი პატენტი და მე ზოგადად მინდოდა მეკითხა, როგორ შეიძლება მიაღწიო დიდ აღიარებას ბიზნესში. ეს პროექტი ბატონი ილონ მასკის რომ ყოფილიყო, მას მაშინვე მიიღებდნენ. შესაძლოა, თქვენ გსურთ პატენტის გაყიდვა თუ გსურთ მისი ქონა? მე ზოგადად პარტნიორობა მინდა. მაგრამ სხვადასხვა კომპანიებთან და მინდა ამ პატენტის, ამ პროექტის განხორციელება, რათა ბევრი ახალი ადამიანი, ვინც ცუნამებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალდა, მოგვიანებით არ დაიღუპოს. შესაძლოა დაგეხმარებით. იცით, რა არის Google? Google პროგრამა. Google დიახ. როგორ ყიდით? როგორ გსურთ პარტნიორის პოვნა? სად ეძებთ მას? მე წარმოდგენილი ვარ სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ქსელები, მაგალითად, მათი საქმიანობაა. კიდევ არის? არა, დაუკავშირდით კომპანიებს, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი? არა, კონკრეტულად კომპანიები მე დაუკავშირდი, მაგრამ არ ვიცი, მათ არ სურთ. რატომ უნდა ჩადონ ფული? სამშენებლო კომპანიები დიდფულს შეულობენ. გთამით მიწას იყიდით და სახლს ააშენებს. რატ უნდა მათ თქვენი პროექტი? თქვენ უნდა იპოვოთ ისინი, ვინც იმავე საქმით არიან დაკავებულნი. და პრინციპში გეტყვით, როგორც გამომგონებელს. მოახერხეთ თუ არა თქვენ ცხოვრებაში ასეთი რამის გამოგონება, რისთვისაც ფული მიიღეთ? არა. ეს მეორე პროექტია. მე ამ პროექტში ბევრი რესურსი ჩავდე და ახლაც ოდესმე განგიხორციელებიათ რაიმე პროექტი. გაგიყიდიათ რამე? მოახერხეთ სხვისი დაინტერესება. მისმინეთ, ასე გიპასუხებთ. თავიდან გული დაგწყდებათ, შემდეგ კი გამიგებთ. სოფლიოში მილიარდობით სხვადასხვა პროექტია. მილიარდობით. და როგორ გავაკეთოთ? ყველანაირი რამ. როგორ გავაკეთოთ წყალბადი ჰაერიდან მაგალითად? იყო პროექტები, რომლებიც აბსოლუტურად ფანტასტიკურად განხორციელდა. მას კი რაკეტებს უშვებს. ახლა ხან ვუყურე ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტი ფრინავ მანქანაში ავიდა. ალბათ YouTube-ზე ნახეთ თქვენს. და გაფრინდა. ნახეთ? არ გინახავთ? ნახეთ თუ არა? ანუ, თითქმის 74 წლის ასაკში გეუბნებით. მანქანების გაფრენას 5 წელიც არ დაჭირდება, მაგრამ რატომ ვამბობ ამას? სოფლიოში მილიარდობით ძალიან კარგი პროექტი, სხვადასხვა იდეა არსებობს. ნებისმიერი იდეის განხორციელება შესაძლებელია და გეტყვით რატომ. თქვენ ამის გჯერათ. საქართველოში ყველას ჯერა. მან შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ასე დაწერა მან ბიბლიაში. ჩემს წარმოდგენაში ის მე მხოლოდ ღმერთის ბრძამს
Да, так вот, აინშტაინმა Эйнштейн недавно ცოტა ხნის წინ გაყიდა написал თავისი წერილი. письмо, он ის უკვე გარდაცვლილია. продали его письмо, как გაყიდეს მისი წერილი თუ როგორ ხედავს ის ღმერთს და როგორ ხედავდნენ მას ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები. ეს არის სული. У него нет лица, ანუ მას სახე არ აქვს. нельзя нарисовать. მისი დახატვა შეუძლებელია. Встретился, როდესაც მოსე შეხვდა მას სინას მთაზე, მას მხოლოდ он ему ზურგი აჩვენა. за спину. Ну, я просто очень მე хорошо უბრალოდ ძალიან люблю. კარგად ვიცი ბიბლია და ყოველთვის ხელთ მაქვს. ყოველთვის შემიძლია მისი წაკითხვა. Что видел? Поэтому მან ზურგი აჩვენა, რადგან ამბობს, существует в мире. თუ ჩემს Что интересно? სახეს გაჩვენებ, დაიღუპები. Представление და ის ერთადერთი ადამიანი იყო მსოფლიოში, ვინც ღმერთი მაინც იხილა. ну, есть много. ამიტომ მისი გამოსახულებები არ არსებობს. აი რა არის საინტერესო. ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსების აზრით, რომლებსაც მეც ვიზიარებ, არსებობს მრავალი რელიგია, მრავალი შეხედულება. ადამიანი Эйнштейн ღმერთის ნაწილია, ანუ ის Вселенная без სულია, ის ყველგანაა. можем себе представить. აინშტაინმა გამოიყვანა ფორმულა, რომლის მიხედვითაც სამყარო უსასრულოა. Сначала ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სამყარო usასრულოა. он говорит, Вселенная ხელებს აქვს დასასრული, კომპიუტერს აქვს საწყისი. და ის ამბობს, это признали. სამყარო usასრულოა და ეს აღიარეს. Держит- ისევე როგორც მე, есть это ის ამ ვერსიას იცავს. И ანუ ეს არის სული. каждый из нас თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ნიჭი, свои რომელსაც таланты, ის которые განახორციელებს реализует, და и ეს სული ივსება სულ უფრო და უფრო ახალი იდეებითა და განხორციელებით. и реализация, Რაც самое главное. Вот ყველაზე მნიშვნელოვანია. машину, თუ ისინი летающие. გამოიგონებენ საფრენ აპარატს, Следующий этап ეს არის შემდეგი ეტაპი. считать. Ну, и ჩვენ пример. მარსზე გავფრინდებით. მე მაგალითისთვის ვამბობ, Это все скапливается. არაფერი ივიწყება. ეს ყველაფერი გროვდება სამყაროში. ახლა კი მარტივზე. Для того, чтобы... იმისათვის რომ განვახორციელოთ, Да, დიახ, человек может всё. ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. არ არსებობს მსოფლიოში არაფერი, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია. Это йоги, что არსებობენ იოგები, რომლებიც ли в воде. ერთი დღით მიწისქვეშ ან წყლის ქვეშ ცხოვრობენ. Человек может- ადამიანს შეუძლია ფრენა, вот даже მას такое. ესეც კი შეუძლია. Вот настолько у нас ჩვენი ინტელექტის მარაგი იმდენად დიდია. мы ჩვენ частичка ღმერთის ნაწილაკები ვართ სულითა და გონებით. разума. Ну, ადამიანების 90% 90% как трава, ბალახივით они ცხოვრობს. ничего не ისინი хотят, არაფერს и იგონებენ და ничего არაფერი не სურთ. хотят. А სხვებს კი остальные люди, они შეუძლიათ могут ამის это გაკეთება. делать. ამიტომ Поэтому იდეა идея от ძალიან შორს реализации არის მისი რეალიზაციისგან. как и ისევე вы როგორც делаете. თქვენ შორს ხართ თქვენი კონცეფციისგან. Потому что богатый იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს. да, он ის აკეთებს იმას, რაც занимается тем, ღმერთმა მისცა. что Бог дал. Да? აი, Вот есть ასეთი такой, ну, есть великие... შესანიშნავი Если мы возьмем... თუ ავიღებთ სოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს, они все ყველა занимаются სხვადასხვა რამეს აკეთებს. Форбсе, вы не Forbes-ში найдете ვერ ნახავთ одинаковых. ორ იდენტურს. მას კი ერთ რამეს აკეთებს. Потом Bezos-ი есть такой, ну, არის ასეთი парень, вообще. კარგი შესანიშნავი ბიჭია. Жене поступить. ის განქორწინდა ცოლს 150 მილიარდი მისცა, ქონება თანაბრად გაიყვეს. Вообще все бизнесмены, ძალიან პატიოსანი კაცია და საერთოდ ყველა დიდი ბიზნესმენი их, ღმერთმა დაიფაროს მანდ, მაგრამ თუ ის რომელიმე ქალს მოეფერება, с ним никто ეს разговаривает. დიდი ამბავი არ არის. Он разорится в одну მაგრამ თუ ვინმეს რამე მოპარა, მაშინ არავინ დაელაპარაკება. ის სამში გაკოტრდება, რადგან ფულის გარეშე ის არაფერია. Нет ასე რომ заранее წინასწარ არ არსებობს იდეა, этой идеи, которая რომელიც მაშინვე ფულს მოიტანს. сегодня დღეს нет ოქროზე კი არ შეულობენ ფულს. золота в конце. ოქრო სადღაც ბოლოსაა. нефти, как многие Ара. считают, и на газе, там, на არა всяких ნავთობზე, როგორც ბევრს ქონია, будет от тебя, და არა გაზზე особо და ყველანაირ ნაგავზე, რომელიც არ მოითხოვს ბიზნესმენის განსაკუთრებულ თვისებებს. для правительства. თუ იცნობთ მთავრობის თავმჯდომარეს, Кто занимается? ვინც საქართველოში ოქროთი არის დაკავებული, Раскопали старое. ძველი ამოთხარეს Ну, кто-то ვიღაცამ там, ვიღაცას кто-то ქთამი там მისცა, куда-то. კავშირების საშუალებით იყიდა ქარხანა ან სხვა რამ. Это такое. არ ვიცი. А если და თუ это ეს бизнесмен, то он ბიზნესმენია, მაშინ режим. ის შეპყრობილია თავისი Вот Безос, он ბეზოსი შეპყრობილი იყო доставка ყველანაირი სისურველი სახლში მიტანით. чепухи, да, вот შემიძლია пицца თქვენგან в პიცის Москве, შეკვეთა თქვენს ქალაქში? в городе. შემიძლია პიცის შეკვეთა, პიცა? Пиццу можно заказать? შემიძლია შეუკვეთო? Пицца. პიცა. პიცის შეკვეთა შესაძლებელია. Вот он ასე რომ ისინი ამ შეკვეთებით წინ და უკან დარბოდნენ. с этими заказами Ман туда-сюда, он первый стал პირველმა покупать их дроны. ისინი დრონებით მიიტანა.
მანამით ფული გამოიმუშავა. Сейчас ახლა მან ცოლს 150 მილიარდი დოლარი მისცა და მაშინ კიდევ еще 150 миллиардов долларов. 150 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. Самые известные მაგრამ ახლა მან ჰოლივუდში ყველაზე ცნობილი Голливуда. ტელესტუდიები შეიძინა. Я, кстати, ეს სფერო ძალიან უყვარს. სხვათა შორის მე ძალიან მომეწონებოდა, მაგრამ მოხუცი ვარ. огромные деньги. Вы ამას გავაკეთებდი უზარმაზარი ფულით ან უცებ. Поэтому, ასე რომ, если вы будете искать თუ მას მდიდარ ადამიანებში მოძებნით, ვერავის იპოვით. Но для этого, მაგრამ ამისთვისაა Google. если вы თუ კითხვას სწორად ჩამოაყალიბებთ, вы ნებისმიერ напишите პასუხს იპოვით. в Google, მაგალითად, Google-ში თქვენ იპოვით самые ყველაზე ცნობილ კომპანიებს, რომლებიც занимающие- თქვენი თემით არიან დაკავებულები. Ну, только вы ее назовете. უბრალოდ დაასახელეთ. Там იქნება появится ასობით, сотни. ათასობით. Вот вы должны написать თქვენ უნდა დაწეროთ правильное, სწორი წერილი, что я რომ მე такой, ასეთი ვარ я живу в Грузии, და საქართველოში ვცხოვრობ, попробовал, вот გამოვცადე, у меня მაქვს есть ექსპერიმენტული მასალები, материалы, вы можете თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ისინი. Вы თქვენ უნდა გააკეთოთ элементарно ელემენტარული გათვლები, сколько- თუ რამდენ მოგებას მოუტანს ეს მათ. сколько это принесет მოგება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენისთვის, თუ ის ბიზნესმენია. бизнесмена, если он бизнесмен. და თქვენ И вы найдете, პრობლემების გარეშე იპოვით პარტნიორს, если только ваша идея თუ თქვენი იდეა რაღაცას стоит. Но на ფასობს. самом деле სინამდვილეში идут ყველა сами მარტივ сюда, გზას ირჩევს. не ищут же ისინი არ ეძებენ идеи. საკუთარი თავისთვის მარტივს. Понимаете меня, да? გესმით ჩემი არა? დიახ, მესმის. Да. დიახ. Поэтому вы ასე რომ должны написать თქვენ უნდა მისწეროთ მათ как они პერსპექტივა თუ როგორ გახდებიან ისინი миллионерами. И სწრაფად они ტრილიონერები. вас захватят. და Но, ისინი მაშინვე მოიხიბლებიან, скорее მაგრამ всего, вам придется დიდი ალბათობით თქვენ მოგიწევთ свои идеи. თქვენი იდეის დათმობა. უბრალოდ მოგიწევთ მისი გაყიდვა ვიღაცისთვის. Потому что იმიტომ რომ партнеры ისინი მენეჯერებს а პარტნიორებად იღებენ და идеологов იდეოლოგებს ტოვებენ. сказать. ყველაფერი გასაგებია. Поэтому если თუ хотите გსურთ научиться მენეჯმენტის менеджменту, სწავლა, да, მაშინ то вы кем сейчас? ახლა რა საქმიანობთ? რაიმე შეუვლობთ? ერთ კომპანიაში მუშაობ სხვა სპეციალობით. Ну окей. კარგია, зарабатывайте, გამოიმუშავეთ да? ფული. Э, დიახ. Вы собственник, да, компании? თქვენ კომპანიის ფლობელი ხართ არა? Ну, Ан, хорошо. კარგი. ладно дело. კარგი, ეს თქვენი საქმეა. Вы თქვენ იპოვით таким образом მას, ვინც хотите, გჭირდებათ. э, ამ გზით кто вам нужен, და გისურვებთ и желаю вам მილიარდებს, но не ищите მაგრამ ნუ ეძებთ მათ მდიდარ богатые ადამიანებში. люди заняты. მდიდარი ადამიანები თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი. Я თქვენ უბრალოდ этот придумал. ვერ შეხვდებით მათ. Не знаю, меня интересует. მე მოვიგონე ეს ზუმი. где я одной. არ ვიცი ამჟამად Хочу, чтобы, ერთი იდეით ვარ შეპყრობილი. э, მე მქონდა ეს, вот მთელი всё გულით известно, ჯერა, что, რომ как написано როგორც в Библии, ბიბლიაში да, წერია, если что-то человеку თუ რაღაცას მისცემ ადამიანს და არ სთხოვ, Вот мы помогаем там სულ რომ მას ვერც იცნო, никого из них не видит. Никто никогда აქ не ჩვენ сказал мне спасибо. ათასობით ადამიანს ვეხმარებით. Даже მე არასდროს არც ერთი მათგანი არ მინახავს. есть нехорошие, არავის არასდროს უთქვამს მადლობა. выбили глаза. ორი გოგოც კი იყო. Вот эти არ არის კარგი, როცა ისე იქცევიან, выбили глаза. როცა Как თვალები ამოთხარეს. глаз? გახსოვთ ის აღშფოთება საქართველოში? Да? ბიჭსა და გოგოს თვალები ამოთხარეს თოფით. Стал по 20 ზეულს 20-100 დოლარი გაუგზავნე. ხო და Ну, хоть бы раз ერთხელ მაინც დაერეკათ, праздником поздравить. დღესასწაული მოელოცათ. Это уже не- ეს აღარ არის ქველმოქმედება. должен был им посадить. არ უნდა გამეგზავნა Мне მათთვის. понравилось, что они უბრალოდ მომეწონა, რომ ისინი ჩემსავით რევოლუციონერები არიან. Они მეც ასეთი ადამიანი ვარ ბუნებით. великолепную идею. Если მათ бы შესანიშნავი იდეა შემოგთავაზეს ივანიშვილს, რომ არ მოეტყუებინა, არამედ 1%-იანი ბარიერი დაეწესებინა, საქართველო აყვავდებოდა. ასეთი ამბებია.